მოგესალმებით მეგობრებო. კი მინდა რომ ასე ხდებოდეს, როგორც მონტაჟით, მაგრამ სინამდვილეში ასე გამოიყურება ჩემი აივანი. მოვიმარაგეთ საჭირო მასალა და დავიწყებთ. ნახეთ. ეს არის ფასადის ემულსია, სილიკონიანი ემულსია, რა ვიცი ეს ცეცხლია, წყალში უნდა გააზაოთ, მისცეთ სასურველი სისქე, ანუ როგორიც თქვენ გინდათ და შემდეგ ისე გადაიტანოთ კედელზე. კედელი წინასწარ გავყავი ორ ზონად, ანუ სხვადასხვა ფერში მინდა რომ შევღებო და აი ასე ნელ-ნელა ვღებავ, ვცდილობ დავიცვა ხაზი, მაგრამ არაფერი უჭირ თუ ზუსტად არ გამოვიდა, შემდეგ გავასწორებ. ასე გამოიყურება უკვე ორივე ფერში შეღებილი კედელი, რა თქმა უნდა არ არის სიზუსტე ჯერჯერობით დაცული, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი ის არის რომ ფერი ლურჯი არ მომწონს, უფრო ცისფერია და უნდა შევაზაო საღებავი და გავაკეთო უფრო მუქი. მეორე დღეს საღებავი კარგად რომ გაშრა გამოვყავი სკოჩით, რომ გამესწორებინა ხაზი. იმედია დღეს მოვრჩებით. აი აქ არ ვიცი რა გავაკეთეთ არასწორად და აი ასე დაემართა. ეს უნდა გამოვასწორო. დავიწყე საღებავის შერევის ტანჯველი პროცესი. უნდა იყოს აი ესეთი ლურჯი. ეს ცოტა რომ გამოგდეს და მივიღო ესეთი ფერი, როგორც მე მინდა, უნდა ჩავასხე წითელი. შავი ცოტა სიღრმე რომ მისცეს ფერს. მოკლედ აი ამ ერთი ბეწო ემულსიაში ორი ასეთი ჩავასხი და ნახევარი წითელი. შავიც ვამატე, მაგრამ კიდე არ არის ის ფერი როგორიც მინდა. ცოტა უფრო მუქი მინდა კიდე, იმიტომ რომ გაშრება უფრო გავიარო. ეს ჯერ ისევ დაუსრულებელი. ახლა ეს მაგასასწორებელი. ეს სოლი. როგორც იქნა, დავასრულეთ. 2 თუ 3 დღე დასჭირდა ამ ყველაფერს. არ არის მარტივი, მაგრამ არც ისეთი რთულია, რომ ვერ შევძლოთ და ვერ გავაკეთოთ და საბოლოო შედეგით კი აი ასე დავტკბეთ. ყველაფერი შევღებე, რაც შეიძლებოდა რომ შემეღება. ეს ჩიტები კი ზამთარში დავხატე, უკვე ვიცოდი დაახლოებით რა მინდოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ჩემი აივანი და მე მგონი უხდება. ეს ძველი ტელეფონი 40 წლის არის, თავის სადგამთან ერთად სადგამი კიდე უფრო დიდი ხნის, აქ თითქმის ყველაფერი ვინტაჟია, რასაც ხედავთ აივანზე. მაგი და პატარა საწოლისგან გაკეთებული დასაჯდომი, კარა და ტელეფონი და ასე შემდეგ. აქვე დავაწყე სკამები, რომელიც უკვე გაჩვენეთ წინა ვიდეოში, როგორ გავაკეთე, ახალგაზრდავე, ასე ვთქვათ. მადლობა, ვინც ბოლომდე იყო ჩემთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი არხი და მომავალ შეხვედრამდე.